ქართველი მსჯავრდებული, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული. მერაბ რატიშვილი ამ დრომდე ციხეში რჩება. ოჯახი და ადვოკატი ამნისტიასა და შეწყალებაზე კატეგორიულ უარს ამბობს და ითხოვს, რატიშვილი როგორც პოლიტიკური პატიმარი ისე გათავისუფლდეს. მსჯავრდებული სახლობლები ახლა შესაბამის რეაგირებას პარლამენტისგან ელოდებიან, რომელსაც სულ 186 ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრის საკითხი აქვს შესასწავლი. მერაბ რატიშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს დააპატიმრეს. ოფიციალურ მიზეზად ნარკოტიკების შეძენა მოხმარება დასახელდა, თუმცა ოჯახი დღემდე ამტკიცებს, რომ რატიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მხარდაჭერის გამო დასაჯეს. გურამ როგავა შეხვდა დღეს მერაბ რატიშვილის ოჯახს, დაისახლა პირდაპირ ეთერში. მოგუყვება კონკრეტულად რა მოთხოვნა აქვს რატიშვილის ოჯახს, გურამ, გისმენთ. მერაბ რატიშვილი, რომელიც როგორც შენ აღნიშნეთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებსა და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებაში წარმოდგენილია პოლიტიკური პატიმრის სტატუსით. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. ჩვენ ოჯახის პოზიციას მოვისმენთ ზუსტად 9 საათზე, მანამდე კი მოვისმინოთ ადვოკატის კომენტარი. დღეს ადვოკატმა მიმართა პროკურატურას, რომ მოხდეს თავიდან ამ საქმის შესწავლა, გამოძიება და ასევე გაიმართოს სასამართლო პროცესები, სადაც დაიკითხა მოწმეები, როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მერაბ რატიშვილი არის უდანაშაულო და ის პოლიტპატიმრის სტატუსით უნდა გათავისუფლდეს, თუმცა მიუხედავად გათავისუფლებისა, ოჯახი არ აპირებს, რომ შეწყვიტოს ამ საქმის ძიება და კონკრეტული 3 მოთხოვნა გაგვაცნო დღეს ადვოკატმა, რომელსაც ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. საჩივარი შეიცავს 3 ძირითად მოთხოვნას. პირველი, თავიდან იქნეს განხილული მერაბ რატიშვილის საქმე ახლად გამოვლენილი გარემოებებიდან და ახალი ვითარებიდან გამომდინარე და მის მიმართ დადგეს გამამართლებელი განაჩენი. გარდა ამისა, ვითხოვთ სახელმწიფომ მას დაუბრუნოს მისგან უკანონოდ გატაცებული მრავალმილიონიანი ქონება და დაიწყოს სისხლისამართლებრივი დევნა იმ მაღალჩინოსნების მიმართ, ვინც ჩაიგდეს მერაბ რატიშვილის უკანონო დაპატიმრება, მის მიმართ წამება, არაადამიანური მოპყრობა და სხვა უკანონო ქმედებები, რაც შეიცავს სისხლისამართლის დანაშაულების ნიშნებს, კონკრეტულად გათვალისწინებულს დაახლოებით 15-მდე მუხლით. მერაბ რატიშვილი 2007 წლის 7 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ის დააკავეს ბრალდებით, დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვა მოხმარებისთვის, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისგან მოითხოვდნენ აღიარებით ჩვენებას, რომ მას ეღიარებინა ჯაშუშობა და ასევე ამ ბრალდებით მას უნდა დაესახელებინა რამდენიმე ოპოზიციონერი რამდენიმე ოპოზიციის ლიდერი. ეს არის პერიოდი 7 ნოემბერი, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა თბილისში და სწორედ ამ 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც ოჯახი მიიჩნევს, მერაბ რატიშვილის ფიგურის გამოყენებას ცდილობდნენ საგამოძიებო უწყებები, რომლებიც ცრუ ჩვენებების საფუძველზე აპირებდნენ უკვე დაეპატიმრებინათ პოლიტიკოსები. უფრო ვრცლად თემის დეტალებზე და ასევე ამ საქმის მნიშვნელოვან საინტერესო ნიუანსებზე ჩვენ 9 საათზე ვისაუბრებთ. ის იყო გურამ როგავა, რომელიც მერაბ რატიშვილის საქმეზე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.